ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, არის საგანგაშო. ძალიან დიდი ტერიტორია გაასხვისებული უკვე არაბებზე. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს ტერიტორია გაცილებით დიდია, ვიდრე თვითონ ბაზალეთის ტბა და ასევე ჩვეულებრივად იძებნება უკვე საკადასტრო კოდებით, რომ არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის არის გასხვისებული 6000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები მიწა არც ერთ ნაწილში არ არის გასხვისებული და თუ ნახავთ მფლობელებს, აი ყველგან მფლობელი იძებნება, რომ არის არაქართველი, არის არაბი, ზოგი არის შეპესეების მიერ შესყიდულიც და ამას გარდა არის კიდევ აი ასეთი ვრცელდება უბრალოდ კიდევ აი ასეთი სურათი თუ გვაქვს საშუალება, მოდი ვაჩვენოთ, გამოვიტანოთ ეკრანზე და აქ ნაჩვენები არის ცისფრად, ეს არის გაყიდული არაბებზე გასხვისებული მიწის ნაკვეთები და დანარჩენი, რაც დარჩენილი არის სხვა ფერში რა ნაწილებით არის დარჩენილი, ეს ჯერ კიდევ არის კონკრეტული კომპანიის საკუთრება, ეს ჯერ კიდევ არ არის გასხვისებული არაბებზე, თუმცა ის კომპანიაც არაბულია. კი ბატონო, ის კომპანიაც არაბულია, თუმცა კონკრეტული საკუთრი არ ყავს. ანუ დანარჩენი ცისფერი ყველა ნაკვეთი არის იძებნება საკადასტრო კოდებით და მათი მფლობელების ნახვა შესაძლებელია და არაერთი სკრინი გავრცელდა უკვე ვინ არიან მფლობელები. ეს ტერიტორია კიდევ ერთხელ უნდა განმეორდეთ, გაცილებით დიდია და აღემატება ბაზალეთის ტბის ტერიტორიას, მოცულობას. ამ თემაზე თითქმის არავინ არ საუბრობს, სანამ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, აღმოჩნდა, რომ სულ ახლოს, აგერ თბილისთან, ძალიან ახლოს, კიდევ ერთი არაბული ქალაქი შენდება, რომელზეც არავინ არაფერს არ ამბობს და მეტიც ძალიან ბევრი შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, თუ გასხვისდება ინვესტორზე და რაღაც კონკრეტული მშენებლობები თუ რაღაც ნაგებობები იქნება განთავსებული, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით. ბევრს მათ შორის ვისთანაც ან გვისაუბრიან, თუნდაც საჯარო განხილვები, იგივე სოციალურ ქსელში განხილვები ყოფილა, ბევრს აქვს არგუმენტად ის, რომ ეს არის ინვესტიცია, ეკონომიკური ინვესტიცია, რომელიც ძალიან კარგია ქვეყნისთვის და რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, მით უფრო დიდია სარგებელი და მით უფრო მეტად გაიზრდება როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ისევე ადგილობრივი იგივე ადამიანების თუ ადგილობრივი კომპანიების შემოსავალი, ხო? აი რა საფრთხეები ჩნდება საქართველოს ხელა ქვეყნისთვის იმ რაოდენობის მოსახლისთვის, რომელიც საქართველოში დარჩა, როცა საუბრობთ არაბულ ინვესტიციებზე. ეს არ არის ერთ-ერთი, დღეს იყო ასევე თუ არ ვცდები ჩამოსული კიდევ ერთი წარმომადგენელი, არაბული ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ უფრო მეტი ინვესტიციის იმედი და მოლოდინი აქვს საქართველოს. აი ინვესტიცია კი არა, რაც ხდება, ეგ არის ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია და აი კონკრეტულად რო ავხსნათ ამ ფაქტთან დაკავშირებით რა დეტალებთან გვაქვს საქმე. ამ ფაქტზე ბაზალეთის ტბასთან შენება არაბული დასახლების შესახებ ჩვენ კითხვა დაგვისვეს ეთერში. იცით თუ არა ამის შესახებ და ჩვენ იმ დღეებში თვალი გქონა მოკრული რაღაცასთი ხდება და უთხარით ეთერში მაყურებელს რომ გადავამოწმებდით და პარასკევს გქონა ეგ საუბარი და შემდეგ გადავამოწმეთ მართლა რეესტრში შევამოწმეთ დეტალურად ეს თემა, მათ შორის ვიპოვეთ საიტი, ვიპოვეთ კომპანია, რომელსაც არაერთი პროექტი აქვს, მათ შორის საქართველოში ხორციელებული და თან ყველას ჩამონათვალი არდევს კი. კი, და ხდება შემდეგი ფაქტი. მართლა ბაზალეთის ტბასთან შენდება არაბული საცხოვრებელი კომპლექსი. ამ კომპლექსს აშენებს კომპანია York Holding Group-ი, რომლის 100%-ის წილის მფლობელი არის არაბების ხელშია ეს კომპანია და ამ კომპანიას ეკუთვნის ტბის გვერდით 2 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი, რაც არის დაახლოებით 2-ჯერ დიდი, ვიდრე ბაზალეთის ტბის ფართობია და ამ ფართობზე ამ კომპანიისთვის საიძე მითითებულია, რომ შენდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ნაწილ-ნაწილ საცხოვრებელ პატარა ფართებად
საკუთარ სახლებად უნდა გაიყიდოს სურველებზე და ჩვენ რასაც ხედავთ აი ახლა გადავამოწმეთ რეესტრში და რაც რუკაზე ქონდათ ნაჩვენები ეს არაბული კომპანია ეხლა ამ მომენტში აქტიურად ყიდის ამ ნაკვეთებს რომელზეც გაშენდება სოფელი დასახლება ისევ არაბებზე ან ჩვენ გადავამოწმეთ ყველა განცხადება ყველა დარეგისტრირებული საბუთი ახალი მესაკუთრეების და ველა უკლებლი ერთიც არ არის ქართველი უკლებლი ყველა სახელი მყიდველისა არის არაბი ანუ რასთან გვაქვს საქმე არაბულმა კომპანიამ რო წარმოვიდგინოთ ააშენა კორპუსი და ამ კორპუსში ბინებს მერე ხო ყიდის მშენებელი მესაკუთრეებზე ეგრე ბინებად ოღონდ პატარა მიწის ნაკვეთებად ყიდის ისევ არაბებზე ამიტომ რაც ვაჩვენეთ მან მთელი ის მონახაზი გაუშვათ მედი კიდე მთელი იმ მონახაზში ხო აი გაუშვოთ ის ფოტო აი ის ტერიტორია რაც შემოხაზულია მთლიანად ეკუთვნის არაბულ კომპანიას ხოლო შიგნით ასეთი საკუთარ სახლებად დაყოფილ ნაკვეთებს ყიდის ისევ არაბებზე არაბების დასახლება შენდება ეხლა ბაზალეთში და ეს კომპანია York Holding Group-ი საქართველოში ფლობს 2.300.000 კვადრატული მეტრის ფართობს არა მხოლოდ ბაზალეთში, არამედ მათ ეკუთვნით შენებლობები და პროექტები თბილისის ცენტრში, ლისზე, თაწმინდაზე, ბათუმში, საგურამოში და ასე შემდეგ. შეგვიძლია ეს მოვაშოროთ ეს ფოტო. ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით ეკუთვნით მაგ პროექტები უკვე აშენებული მათივე საიტზეა გამოცხადებული რეკლამები ამ პროექტების გაყიდვის და იქაც ეხლა მიმდინარეობს ფართების გაყიდვა ისევ არაბებზე და ეს კომპანია ეს რაც საიტზეა მითითებული ეგ ვიცით 2.300.000 კვადრატული მეტრი მათ ფლობელობაში თორე საიტზე რაღაცები არ აქვთ მითითებული იმიტომ რომ ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ მაგალითად კორპუსები რომლებიც მათ ფლობელობაში ოღონდ საიტზე არ იყო მითითებული. ასევე ეს რეესტრში შეხვიდეთ ეხლა მიმდინარეობს გამალებული ყიდვა გაყიდვა საკუთარ აი ტერიტორიებს, ფართებს, სამოსახლოებს ყიდიან არაბებზე და პარალელურად ყიდულობენ ქართველებისგან ბათუმი იქნება, თბილისი იქნება რაღაც ტერიტორიებს რომლებიც ასევე უნდა ააშენონ სხვა საცხოვრებელი კომპლექსები. ამიტომ ეს რატოა ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო ფაქტი. რისი გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის. ჩვენ როცა გვეკითხებოდნენ აი რა რაღაცა პანიკას თესავთ 6 მილიარდიან არაბულ ინვესტიციაზე იქ არაბული ქალაქები რომ უნდა აშენეს 6 მილიარდად კოლოსალურ თანხად. აი ივანიშვილს რამდენი წაქვს იმაზე მეტ თანხად აქ აშენებენ დასახლებას, ხო? ამაზე რა არის შემაშფოთებელი ეს ხო ინვესტიცია და რატო თვლით რომ ამ მაინც და მაინც არაბებისთვის შენდებაო ერთი რომ ჩვენ მოყვავდა არგუმენტები იმისა რომ 6 მილიარდიანი საცხოვრებელი კომპლექსი რომ შენდება მაგ მასშტაბის თანხას რომ ვიღაცა რისკავს ღარიბ ქვეყანაში სადაც ფიზიკურად არ არსებობს იმისი ბაზარი რომ იქ ადგილობრივებმა რომლებიც თვითონ არათუ სახლებს ვერ ყიდულობენ ხალხი კარგავს სახლებს ბანკებშია ჩადებული სახლები და ზოგი კარგავს და ნახევარი ქვეყანა უცხოეთშია გასული ამ პირობებში შეუძლებელია ვინმეს მაგის რწმენა ქონდეს რომ აქ იმდენად სტაბილური და შეძლებული ეკონომიკური გარემოა რომ ადგილობრივების ხარჯზე ჩვენ 6 მილიარდიან ჩადებულ დანახარჯ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შემდეგ ამოვიღებთ გავყიდით ქართველებზეო ამის პარალელურად კონკრეტული მოდელია იმისა რას გეგმავენ ან რამე კითხაობა კი არ გვიწევს კაცო კონკრეტულად ეს ხდება ეხლა არაბები აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს და შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეხვიდეთ რეესტრში და თქვენი თვალით გადაამოწმოთ ჩვენ გადავამოწმოთ გუშინ ვაჩვენეთ კიდევაც რეესტრიდან ამ მონაწერია ეს მიყვები და ყველა სახელი და გვარი ვიზეც იყიდება ეს სამოსახლოები ყველა სახელი და გვარი არის არაბების ანუ სოფელი იყიდეს აი სოფლის ზომის ტერიტორია იყიდეს და სოფლის ზომის ტერიტორიაში ის კი არა რაღაცა ყიდი და ვისაც უნდა იყიდეს და ზოგი არაბი ყიდულობს, ზოგი ქართველი, ზოგი თურქი, ზოგი რუსი, რაც ასევე ტრაგედია იქნებოდა, უბრალოდ ეგ იქნებოდა არამიზან მიმართული პროცესი, სადაც ვიღაცას გაწერილი გეგმა კი არა, აქ მოდი აქ არაბული ქალაქი აღოჩინო, ამიტომ რაღაც პროექტს ახორციელებს, სადაც ვინც მოვა მყიდველი, ის ყიდულობს. ეგ კი არ ხდება, კაცო.
კონკრეტულად რაღაცა სივრცე იყიდეს, პროექტი გამოაცხადეს, გაყიდვა დაიწყეს და ამ გაყიდვაში სხვაზე არ ყიდიან. მარტო ქართველებზე ყიდიან. და ვისი მონაწილეობით ხდება და ეს როგორ ხერხდება, კითხვა რო ჩდება, ამ კომპანიის იმ არა მფლობელს ინტერვიუ აქვს მიცემული Forbes-ისთვის 2022 წელს, ანუ 3 წლის წინ, სადაც ამ პროექტზე ლაპარაკობს, რომ ბაზალეთში უნდა ააშენოს დიდი საცხოვრებელი კომპლექსი და ამასთან დაკავშირებით, როგორც ისამოს, მას საუბარი ქონა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავრობასთან და მათგან მიიღო დიდი ენთუზიაზმი ამ პროექტთან დაკავშირებით, ანუ თავრობა ჩვეულებრივ თანამონაწილეობს, თავრობის დაშვებით, დახმარებით და თანამონაწილეობით ხორციელდება ის, რომ არაბები ყიდულობენ საქართველოს მასშტაბით ტერიტორიებს, აპირებენ იქ და ყიდიან ამ სივრცეებს მე ისევ არაბებზე, აპირებენ მათ ჩასახლებას ამ სივრცეებში და არავინ არ წარმოიდგენს, კაცო, ჩვეულებრივი ხალხი, ღარიბი, ქართველი ხალხი რომ რაღაცას აღშფოთდება და არაბების მრავალმილიარდიან აქ ჩადებული ინტერესს და ინვესტიციას ვინმე გაუკაჩავს თუ ეს ჩვენ მანდამდე მიუშვით. ზუსტად იგივე, რაც ახლა ხორციელდება ბაზალეთში, შეგვიძლია აი ფილმივით ნახოთ, აი სახელმძღვანელოსავით შეგიძლიათ ნახოთ. რაც ახლა ხორციელდება ბაზალეთში, ზუსტად იგივე იგეგმება 6 მილიარდიანი ქალაქების, არაბული ქალაქების აშენების ოღონდ ბევრად დიდი მასშტაბი. ახლოსაც არ არის ცხადი, ახლა არაფერი ახლოს არ არის 6 მილიარდის ინვესტიციასთან ბაზალეთში. იქ არის მხოლოდ ბაზალეთის ტბის ზომის ტერიტორია და აქ იგულისხმება ქალაქი პრაქტიკულად არაბული ქალაქების აშენება 6 მილიარდი არის კოლოსალური ციფრი. და ეს პოლიტიკა არის გამომდინარეობს ქართული ოცნების იმ მდგომარეობიდან, სადაც პრაქტიკულად არავინ არ ყავთ ახლა სტრატეგიული მოკავშირე, ძლიერი გეოპოლიტიკური არც ერთი ვექტორიდან მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად არც დამზღვევი რაიმე ფინანსური სერიოზული ზურგის მქონე რომელიმე ვექტორი, რომელიც მათ მდგომარეობას დააზღვევს, იმ პირობებში, როცა დასავლეთი პირდაპირ ახლა ასანქციებს, ისინი ეძებენ საკუთარი ეკონომიკური ქვეყნის ეკონომიკური და საკუთარი ეკონომიკური მდგრადობისთვის ალტერნატიულ დამზღვევ მიმართულებას და როგორ ჩანს, არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორ ჩანს, ჩათვალეს, რომ ყველაზე მათთვის კომფორტული და უსაფრთხო არის არაბებთან კოოპერაცია და მათი ფინანსური ნაკადების შემოდინება და მათთვის ძალიან კომფორტული თავისუფალი სივრცის გაკეთებით ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა, რაც ახლა გარკვეული პერიოდი მათ ფინანსურ მდგრადობას შეიძლება მისცემთ და უზრუნველყოფს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ხალხის ასე შემოდინება და მათი ქართულ ეკონომიკურ და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ ველზე და საინფორმაციო ველზე ამ სიჭარბის ფინანსური შესაძლებლობებით გაჩენა, სადაც ღარიბი პოლიტიკური ველი შეუძლებელს ხდის რაიმე ალტერნატივის შექმნას და პოლიტიკაში ფინანსები ზემოქმედში სისხლია იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ პარტიების არსებობას, მედიების არსებობას ფინანსები ჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ ივანიშვილს 6 მილიარდი რო ქონა, დღემდე ბატონია ქვეყნის და მე პატრონე და რაღაცა მეფესავით არის, ხო? 6 მილიარდი მაგხელა მასშტაბის გავლენის შესაძლებლობას. ახლა წარმოვიდგინეთ, მხოლოდ ამ 6 მილიარდიანი ინვესტიციის მიღმა კიდე აგერ ხედავთ ხორციელდება და ეს York Holding Group-ი ეს არ არის ერთადერთი არაბული კომპანია, რომელიც ასე ნაწილ ყიდის. კომპანიების წყება, რეკლამების წყება სოციალურ ქსელებში, რომელსაც ქართველები ვერ ხედავენ, იმიტომ რომ არაბულად არის ის რეკლამები, ინგლისურად არის რეკლამები და ქართულ აუდიტორიაზე არ არის, იმიტომ ბევრი ვერ ამჩნევს, მაგრამ რო დაძებნო წყება ჩვენც არაერთი რეკლამა ჩვენს გადაცემებში. ეგ ნიშნავს მაგ მასშტაბის ინვესტიციის შემოდინება ქვეყანაში. იმ ხელა გავლენის ბერკეტების მედიებში, პოლიტიკურ პარტიებში, ან მთელი ეს TV პირველზე და ფორმულაზე რომ შეშფოთებულები არიან სამართლიანად, რაღაც კონსერვატიული ნაწილი იქნება, უცნებისწული ნაწილი იქნება. ხო ხედავთ, რომ ამ მედიებს მორალი არ გააჩნიათ და თუ ვინმე ფინანსებს ჩადებს,
გააправებენ და საინფორმაციო მხარდაჭერას აღმოუჩენენ ნებისმიერ რამეს. მათ შორის ახლა არაბები 6 მილიარდით რო შემოვიდნენ და ტევპიროთ რაღაცა ნაწილი მისცენ იმაში, რომ არაბების ექსპანსია ქვეყნის ამაყოვებელ ინვესტიციებად გამოაცხადონ, მაგასაც მოახერხებენ და იმასაც მოახერხებენ, რომ პოლიტიკური ყველანაირი ალტერნატივა, მაგალითად ჩვენაირი ხალხის სახით, საერთოდ გაანეიტრალონ, მათ შორის ააკრძალინონ რაღაც ეტაპზე ტაშს დააკრევინებენ ოცნების ამორჩევლებს, როგორც შარშან ჩვენი გაუქმების დროს ტაშს უკრავდნენ და მე რაღაც მომენტში დადგება ვითარება, როცა ისინიც დაინახავენ, თურმე არაბების ხელში აღმოჩენილა ის ქვეყანა, მაგრამ მაშინ არავის არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება და საქართველოს ამ ვითარებაში ეხლა გამოსავალი რა არის, ბევრი ლაპარაკობს და რა უნდა გავაკეთოთ, ხო? კატასტროფული საფრთხის წინაშე ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყავს ფაქტიურად რაღაცა დიქტატორის რეჟიმში მისკენ მიმავალი ხელისუფლება, რომელსაც რომელზეც კონტროლის ბერკეტები სულ უფრო მცირდება და ამ პირობებში ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლებას არათუ არ ეთაკილება პირდაპირ სარფიან მოდელად ეჩვენება არაბების ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია ფინანსურ მოგებად აქციებს, ხო? ამ პირობებში გამოსავალი მარტივი არ არსებობს, ძალიან რთული მდგომარეობა. უბრალოდ გამოსავალი თუ რაიმე არსებობს, არის ერთი, რომ ინფორმირება მოხდეს ხალხის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ამოცანა, რაზე ვმუშაობთ, რისთვის ვიბრძვით, ხალხს ვაგებინებთ იმას, რაც ხდება. ეს თუ ხალხმა არ იცის, აი თვალსაჩინო ხელშეო გაუყიდიან საქართველოს და ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს. ერთი რაც ვაკეთებთ, არის რომ ხალხმა გაიგოს და ამას გაჩნდეს. აუცილებელი რისკვა, როგორც თავდაცვის მექანიზმი ერისთვის, ეგ აუცილებელია და შემდეგ მეორე აუცილებელი კომპონენტი არის რას ვაკეთებთ, რომ კითხულობს ხშირად მაყურებელი, არჩევნებზე რომ მიხვალ, სწორ არჩევანს თუ დააფიქსირებ, ეგ არის გამოსავალი, რა წარმოგიდგენიათ. ახლა აგერ აქციები თუ იმეს რამე წარმოუდგენია, რომ მარტივად იცვლება, აქციები ამდენი დღეა უკვე რაღაც 150 დღეა მგონი ქუჩაში დგან. სხვა იდეით, მაგრამ დგან და რავი, რამე შეცვალეს. ასე არ იცვლება რეალურად, ეგ არ არის პრობლემა. თან დასავლეთის მხარდაჭერით. უბრალოდ მხოლოდ აქციით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გარეშე, როცა შეგიძლია მიხვიდე და არჩევანი გააკეთო ეროვნული ძალების სასარგებლოდ, სადაც უბრალოდ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება და სხვა ძალას შეიძენს პოლიტიკური კონსერვატიული ძალები ქვეყანაში, მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, იმიტომ გამოსავალი მარტივი არ იქნება, ბევრი არ იქნება, მაგრამ გამოსავალი რაც არის მხოლოდ ხალხის ინფორმირების საფუძველზე რისხვა უნდა გაჩნდეს აუცილებლად ხალხში და ეს ხალხი რაღაცა ნეიტრალურ და რაღაც პასიურ და გულგრინ მდგომარეობაში არ უნდა იყოს, ეგ არის აუცილებელი კომპონენტი და შემდეგ ეს რისხვა ამ ხალხმა უნდა გადათარგმნოს ლოგიკურ პოლიტიკურ ეროვნულ არჩევნებზე, რომელიც მადლობა ღმერთს, რომ მაგალითად ეხლა უახლოეს პერიოდში იგეგმება და ექნება ხალხს შანსი გააჩინოს პოლიტიკური ალტერნატივა იმისთვის, რომ რაღაცის გაკეთება იყოს შესაძლებელი ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული აი არაბული ექსპანსიის წინააღმდეგ. კი ბატონო.